მოგესალმებით. ერთი წუთით გავასწორო ყველაფერი. ნახოთ როგორ მუშაობს ხმა და იმედია ყველაფერი კარგადაა, ნახოთ. Okay. მოგესალმებით. დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. მივოვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოველთვის საქართველო იქნება, ქართული სახელმწიფო, ყველა მიმდინარე პროცესი, როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რა არის საფრთხეები, რა არის გამოწვევები, რა არის აუცილებელი, რომელიც შეცვლილ გარემოში უნდა გავიაზროთ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით 2-3 წლის წინ არსებული მდგომარეობა და დღევანდელი მდგომარეობა, როგორც სადა დედამიწა, ისე განსხვავდება. სამყარო შევიდა კოორდინატას სრულიად ახალ სისტემაში, საერთოდ შეიცვალა საერთაშორისო პოლიტიკა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები და გამოიკვეთა სრულიად ახალი რამეები, რომელიც უახლოეს წლებში დალაგდება შეთანხმების დონეზე, მაგრამ ის, ვინც ამ სისტემის გარეთ აღმოჩნდება, ანუ სისტემის გარეთ აღმოჩნდება სახელმწიფოები, რომლებიც დაკარგავენ ფუნქციას. სახელმწიფოები, რომლებმაც ვერ მოძებნეს საკუთარი ადგილი, ვერ გაიგეს ცვლილების მასშტაბი და აღმოჩნდნენ იმ წარსული პარადიგმების ტყვეობაში, რომლებიც აღარ მუშაობს. დავიწყოთ მთავარი თემიდან, შემდეგ მე საქართველოზე გადავალ. პირველი, ვის შეეძლო თუ არა ძალიან პროფესიულად დაკვირებულ ადამიანებს ეთქვათ, რომ ის რაც ხდება დღეს გრენლანდიასთან მიმართებაში, ეს შესაძლებელი იყო, რომ მომხდარიყო. ნატოს უმთავრესი ქვეყანა, შეერთებული შტატები, ღიად პირდაპირ მოურიდებლად და მინიშნებით, რომ ამას წინ არაფერი არ დაუდგება, ამბობს, რომ მას სჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისთვის გრენლანდია. და ნატოს წევრი ქვეყანა დანია, ნატოს დაფუძნებაში მონაწილე ქვეყანა, დარჩება იმის ამარა, რასაც ქვია გრენლანდია. იყენებდა ამ უდამაზარ სიმდიდრეს, არ იყენებდა, ეს სხვა რამეა. ფაქტობრივად ხდება სუვერენიტეტის ხელყოფა და ფაქტობრივად ევროპაში ყალიბდება ის მდგომარეობა, როდესაც ვესტფალიის ზავის დროს, საუკუნეების წინ, როცა შეთანხმდნენ უზარმაზარი ომების ევროპა, რომ საზღვრები უცვლელია და ასე შემდეგ, უკანასკნელი საზღვრები ჩამოყალიბდა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თამაშის წესები ჩამოყალიბდა, თუმცა ამ სისტემის მსხრევა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, უკვე როდესაც გლობალიზაციის მცდელობა იყო, რაც აბსოლუტურად კრახით დამთავრდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება, თუმცა გლობალური პროცესები არა მარტო არ შენელებულა, მაგრამ სულ სხვა სფეროში გადაინაცვლა, ხდება უსაშველოდ რთული რამ, რომ დასავლურ ბლოკში შემავალი ერთი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო, საკუთარი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და აბსოლუტურად არ უწევს ანგარიშს მისი მოკავშირე მეორე სახელმწიფოს ინტერესებს. გლენდადიას წაიღებს, ამას წაიღებს, წაღება, მოღება, მე ნაკლებად ამ შემთხვევაში მაინტერესებს, მე მაინტერესებს ფუნდამენტალური აქტი ამ მოქმედებისა, შინაარსი ამ მოქმედებისა, რომელიც ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველამ. თუ ნატოს წევრი მთავარი ქვეყანა, რომელიც ნატოს ბიუჯეტის 70%-ს გაიღებდა ყოველწლიურად, უფრო მეტს, მაგრამ ბოლოს, როდესაც ევროპელები მთლად, ესე იგი, რომ იწყიან მუქთი ყველის ჭამაზე იყვნენ გადასული, რომელიცაც სათაგურიდან იღებდნენ თურმე, დასრულდა, იმიტომ რომ მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა ჯერჯერობით უპირველესი ქვეყანა, უამრავი პრობლემის, მაგრამ ძალიან დიდი დადებითი რაღაცეების მქონე ქვეყანა, გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე და რა გრძელვადიანი პერსპექტივებია, მე ამაზე ვისაუბრებ, აკეთებს ნაბიჯს, რომელიც ცვლის ყველაფერს. სამხრეთ კავკასია არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. მარტო არ არის საქართველოს, სამხრეთ კავკასია, შუა აზია და ახლო აღმოსავლეთია. ურთულესი ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, ხშირად გავიმეორებ ამას, სადაც უახლოესი 30 წელი მაინც განვითარდება მსოფლიოს ყველა მთავარი მოვლენა. რატომ? კოლოსალური სიმდიდრეები, ენერგომატარებლებისა, მოდით ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შეუთანხმებელი მარშრუტის, გზები, საიდან როგორ გაივლის ეს ყველაფერი, ვინ გააკონტროლებს ამ სიმდიდრეებს და ვინ გააკონტროლებს ტრასებს, ბალანსი ჯერჯერობით არ არსებობს, ეს ერთი მნიშვნელოვანი მხარე. მეორე გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანი მხარე ამ სამი ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცისა აშკარად გამოკვეთილია, დღეს ამერიკელებიც არ მალავენ, ყველაფერი დაბალანსდება სამ სახელმწიფოს შორის. ილუზიებს უნდა მიოვეშვათ. სამი სახელმწიფო ეს არის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. მათ შორის პირდაპირ საომარი დამარცხები, დაჯახების ალბათობა ნული არ არის, მაგრამ მაინც მცირეა. თუმცა სანამ ეს საფრთხე გამოიკვეთებოდეს, მანამ არსებობს იარაღი, რომელითაც პროქსი სახელმწიფოები, პროქსი სამხედრო ბლოკი, როგორიცაა ნატო და ასე შემდეგ, რომელიც გამოყენებული იქნება პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ. ფარული მიზანი ყოველთვის იქნება ამ პროცესებისა, რა თქმა უნდა არის ჩინეთიც თავისი, მაგრამ ჩინეთი იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა აეწყო არა მოკავშირეების, არა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ეს არასდროს არ მოხდება. უბრალოდ ძალიან დიდი განსხვავებაა ამბიციებში, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში და ძალაში და სიმდიდრეში. ისინი მეტნაკლებად თანაბარ ზომადი არიან, თუმცა რუსეთის სიმდიდრეები აშკარად უზარმაზარია. ესე იგი, ფარული მთავარი მიმართულება იქნება ეს,
და სამხრეთ კავკასია, შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი არის ის რეგიონები, სადაც ამ სამი ქვეყნის ინტერესები ისეთნაირად იკვეთება, სადაც ბალანსები გამოკვეთილი არ არის. არც კავკასიაში, არც შუა აზიაში, არც ახლო აღმოსავლეთში. თუმცა უკანასკნელი მოვლენები მიანიშნებს და მე დავწერე როიტერის და სხვა რაღაც მასალები, სადაც ახლო აღმოსავლეთის უკანასკნელი იმედი რუსეთია, იმიტომ რომ რუსების გავლენა არაბულ სამყაროში არის ძალიან ძლიერი და ამ ქვეყანას შეუძლია და უკვე დაიწყო ეს ნაბიჯი, როდესაც ისრაელის თხოვნით ის დაელაპარაკა ირანს და ჩააყენა საქმის კურსი, რომ ისრაელიდან არაპირებენ არაფერ, პირიქით ემიჯნებიან შეერთებულ შტატებს. რატომ? იმიტომ რომ ისრაელს არ აქვს ამ წუთში ომის წარმოების საშუალება. მან 12 დღიანი ომის დროს განიცადა ძალიან სერიოზული, არა უბრალოდ ზარალი, არამედ იგი დადგა დამარცხების, აშკარა დამარცხების წინაშე, მოულოდნელების გამო, მიუხედავად იმისა, თითქოს და ძალიან ძლიერი დაზვერვა ყავს ისრაელს და ასეც არის, მაგრამ რაღაცეები გაეპარათ და არ მოელოდნენ თუ ამ დონის შეიარაღება ირანს გააჩნდა. ესე იგი, რუსეთის როლი ერთი მხრივ გამოიკვეთა, მეორე მხრივ სამხრეთ კავკასია და შუა აზია შედის სასიცოცხლო ინტერესებში რუსეთისა. მე ახსენი ორი მთავარი რამ აქვს რუსებს ინტერესი. ეს არის ტრასებზე კონტროლი არ დაკარგოს მთლიანად და ბალანსი კონდეს ამერიკელებთან და უსაფრთხოება. ამერიკელების ინტერესი კი გამოკვეთილია. მოდი კავკასიაზე გავჩერდეთ მხოლოდ. ეს არის ტრასების კონტროლი იმ კასპიისა და ირანის და ასე შემდეგ ბასეინის მთელი ეს უმდიდრესი მარაგები, როგორ დაიძრება ევროპისკენ და ასე შემდეგ. და რუსეთის იზოლაცია, შევიწროება და გარკვეულად მართვაში მოქცევა. ესე იგი, რუსებსაც აქვს ორი მთავარი მიზანი, ამიტომ ის ნარატივები, რომლებიც დაშრევებულია ამ იდეოლოგიზირებული წარმოდგენების გამო რეალური არ არის, პრაგმატული ინტერესებია, ტრასების კონტროლი და უსაფრთხოება, საშინელი რამელის კავკასიიდან თუ მათზე მისი კონტროლი იქნა განულებული, იმიტომ რომ აქედან ისეთი საფრთხეებია, რომელიც უკრაინის მიერ შექმნილი საფრთხეების გაცილებით აღმატებული ხარისხია. უსაფრთხოება ტრასები. რატომ ტრასები? იმიტომ რომ თუ რუსეთი იზოლირებული იქნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გადაკეტილი იქნა ყველა ეს მისი მოკავშირე მთავარი სახელმწიფოები და ტერიტორიები, მაშინ გასაგებია, რომ მისი ნავთობი კონტროლის გარეშე არ დაექვემდებარება გატანას, სადაც გადაწყვეტენ და ვინც გადაწყვეტს, ვინც იქნება მაკონტროლებელი, ის გაუშვებს იმდენს და გასაგებია, რუსებს მოუწევთ დიდი პოლიტიკური ხარკის გადახდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. მეორე მთავარი თემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის საქართველო. რა განსაზღვრავს სახელმწიფოს ძლიერებას? თუ ჩვენ გეოპოლიტიკურ თავარ მოთამაშეებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს არის მართვის ეფექტურობა, რა თქმა უნდა, ეს არის გონიერი საგარეო და საშინაო პოლიტიკა და ეს არის სამხედრო ძლიერება. სამხედრო ძლიერება, როგორც სიდიდის გამამაგრებელი და ინტერესების გამტარებელი საშუალება, პოლიტიკის აუცილებელი იარაღი
მაგრამ ეს ეხება მთავარ მოთამაშეებს. ჩვენ არა ვართ მთავარი მოთამაშეები, არ ვიქნებით მთავარი მოთამაშეები, მაგრამ ვართ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში და ამდენად ჩვენზე დაწოლა ძალიან დიდია, რა კი ჯერჯერობით ბალანსები არ არსებობს. რა პოლიტიკა უნდა ქონდეს საქართველოს? წლებია ვაყალიბებ ამ პოლიტიკას. ეს არის სამხრეთ კავკასიის როგორც სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტის ფუნქციის აღება ხაზს უსვა. სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო საქართველო, რომელიც 33 წელია იგნორირებას უკეთებს სამხრეთ კავკასიას, არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ყლაპო იდეოლოგიით გამოლენჩებული თავების მეშვეობით და სადღაც ბრიუსელში მიდის, სპობს საკუთარ მომავალს და უფუნქციოდ დარჩენილი საქართველოს მომავალი გამორიცხულია. ამიტომ უსაშველოდ გონიერი ურთიერთობა გვინდა ყველა ქართველს ერთმანეთთან, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. ჩვენ არ გვინდა ერთმანეთთან დაპირისპირება. არ გვინდა, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენ შეხედულებათა სისტემაში, მაგრამ შეთანხმებული უნდა ვიყოთ. ჩვენ არ შეიძლება ყველა ერთ ჭკუაზე ვიყოთ, მაგრამ სხვადასხვაობა შეხედულებათა სისტემისა არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო მომავალი არ გვინდა ამ ქვეყანაში. მეც მინდა, მე ნორმალური კონსერვატორი ვარ, ოფოფები არ მომდის თავიდან, ძალიან გონიერი საზღვრები ვიცი კონსერვატიზმისა, სად არის აუცილებლობა მისი, მაგრამ მე ვერ ვიქნები ერთადერთი შეხედულებების მქონე და ჩემნაირი მოაზროვნე ადამიანები ქვეყანაში უნდა იყოს სხვა და არიან კიდევაც, მაგრამ არიან შეუთანხმებელ რეჟიმში და ქვეყნისათვის უსაშველოდ საზიანოდ. ესე იგი, როდესაც ჩვენ მოუწოდებთ ყველა საღ ადამიანს, საღი ადამიანი ერთადერთი კატეგორია ადამიანისა, ვისაც აქვს პასუხისგებლობა პირველ რიგში საკუთარი ოჯახისადმი, შვილებისადმი და ამ შვილებისა და ოჯახის მომავალს ამ ქვეყანაში ხედავს, ამ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები გაიაზრა და მიხვდა, რომ უნდა იმოქმედოს. რა კი მოქმედებით მარტო არ შეიძლება არაფრის მიღწევა ასეთ საოცარ რთულ საქმეში, ისინი ეძებენ საკუთარ თანამოაზრეებს და მეც ვეძებ, ჩემი მეგობრებიც ეძებენ, ჩვენ ვეძებთ ერთმანეთს, რომ ჩამოყალიბდეთ. არა გავერთიანდეთ რაღაც ორგანიზაციაში, ეს ტექნიკა არის, ეს დღეს ალაპარაკო არ არის. ჩვენ გვინდა ძალა, რატომ? სამხრეთ კავკასიის ყველაზე სუსტი, აშკარად მთელ მსოფლიოში ცნობილი რომ არის, შიგა წინააღმდეგობებში ჩამხრჩვალი, პლუს ხელისუფლების შიგა წინააღმდეგობაში კატასტროფული შექმნილი მდგომარეობა, როცა ერთმანეთს იჭერენ და რაებს აბრალებენ, ამ დროს ერთმანეთის წამომწევები იყვნენ და ერთმანეთს აქებდნენ და ერთი გუნდი იყვნენ და ასე შემდეგ. ყველა ხედავს ყველაფერს. ესე იგი, აქ არის ჭაობი. ხელისუფლება ჭაობი, შიგა დაპირისპირება ჭაობი და ასეთი სისუსტე ამ გრანდიოზული ცვლილებების პირობებში ფუნქციის გარეშე ტოვებს ქვეყანას. რატომ დარჩება საქართველო უფუნქციოდ თუ ასე გაგრძელდა? ჯერეთი მას ანადგურებს არაფორმალური მმართველობა და პირი, რომელიც წარმოადგენს არაფორმალურ მმართველობას, არის საქართველოს ყველაზე დიდი დამანგრეველი. მე ვამბობ პოლიტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ არანაირი გონიერი პოლიტიკას ვერ გაატარებს, იმიტომ რომ 13 წელი არაფერი გონივრული არ გაკეთებულა კლასიკური პოლიტიკური შეხედულებების ფარგლებში, თორე რაღაც სხვა რამეზე არ მაქვს საუბარი. ყველა მიცის, რომ
ამ სახელმწიფოს დღეს სამხრეთ კავკასიაში არ შეუძლია რაიმე ფუნქციის აღება. დღევანდელი მდგომარეობის გამო სად იყურება, რასაც ხადებს კონსტიტუციური პირველი პირი, მართალია ფორმალური პირი, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, რომ საქართველოს რა რჩებაოს ევროკავშირის ესე იგი ორიენტაცია, მისი უპირველესი მთავარი ამაცა ნახო. მოდით ახლა ნახოთ. კაცი არ შეიძლება იყოს კარგი რამის წინააღმდეგი, ხო? რა არის დღეს ევროკავშირი? იმ გარდაქმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროკავშირი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. ვისაც საქართველოში არ ესმის ეს, რომ ამ გამაოგნებელი მასშტაბის ცვლილებების შემდეგ ევროკავშირი არაფერს არ წარმოადგენს, არა მარტო არ ზის მაგიდაზე, არ ითვლება პოტენციურად იმ წარმომადგენლად, რომელთანაც შეიძლება რაიმე საქმეზე ლაპარაკი, არავინ არ არის. საქართველო მიდის არავინთან, მიდის აბსოლუტურად უპერსპექტივო წარმონაქმნში, თუ გრენლანდია, თუ კი არა, გრენლანდია რა ფორმით იქნება წაღებული, პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ისე რომ თქვათ გაიყიდოს ან შეთანხმებით გადავიდეს არ იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირი ამერიკის წინააღმდეგ ნაბიჯსაც ვერ გადადგას, მაგრამ რაღაცებს ფაფხურობენ, რომ იტყვიან, უბრალოდ თავისი სახის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ გასრეცილ განადგურებული არიან ამერიკის ამ ცდილობის გამო. ნატო აბსოლუტურად იმავე დღეს, როგორც კი ამერიკელები გრენლანდიას სამხედრო ოპერაციით აიღებენ, თუ ასე აიღეს და სხვა შემთხვევაში, ნატო კარგავს აზრს, იმიტომ რომ ნატოს ერთი წევრი ქვეყანა თავს ესხმის და იპყრობს, ანექსიას უკეთებს, კულტურულად თქვით, მეორე სახელმწიფოს, მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. რა სამხედრო ბლოკი ხარ, თუ შენი წევრის დაცვა არ შეგიძლია, მაგრამ რომელი წევრი უნდა დაიცვა, ვერ გავიგე მე, როცა შენი მთავარი მკვლევარი და შენი შემქმნელი და მთავარი ორგანიზატორი თავის დროზე 59 წელში ამ ბლოკისა იყო შეერთებული შტატები და სამი მიზანი ჰქონდათ. ქართველებმა დღესაც არაერთხელ ავხსენი, გავიმეორებ, ახლა აუცილებელი კონტექსტები გჭირდება. ნატოს შექმნას სამი მიზანი ჰქონდა. იცით, ბოლო პირველი და მეორე მსოფლიო ომები ამ ბლოკით შეერთებულმა შტატებმა მიზნად სამი რამ დასახა: დაებლოკა საბჭოთა კავშირი და მისი გავრცელება, მისი იდეოლოგიის და ასე შემდეგ ექსპანსიის გავრცელება შეეჩერებინა, იყო ამის რეალური საფრთხე, განსაკუთრებით სანამ მეორე მსოფლიო ომი მთლიანად დასრულდებოდა, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ შეეტიათ ამერიკელებისთვის, მაგრამ საბჭოთა კავშირი იმდენად დიდი მსხვერპლის წინაშე იყო, რომ ძალა არ ეყოფოდათ, როგორც ჩანს და ამიტომ მიუხედავად იმისა, იყო დამოუკიდებელი მცდელობები, სარდალი ვინც იყო ჟუკოვი იმისა, რომ ამერიკელებს შეუტიაკიდეთ, მაგრამ გააჩერეს კრემლიდან, იმიტომ რომ მართალია ბრიტანეთი ძალიან დაზარალებული იყო და ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთმა ვერ წამოწია წელი და ეხლა კი ნახავთ და ხედავთ რა საწოდო მდგომარეობაშია, ამერიკელებს რა კი უკვე საყრდენი ევროპაში ჰქონდათ, შეეძლოთ გაეგრძელებინათ სერიოზული წინააღმდეგობა, ამიტომ ეს შეჩერდა, თუმცა წინააღმდეგობა დარჩა. მეორე ამოცანა ნატოსი, გერმანიის კონტროლი და ბლოკირება.
ამერიკის შეერთებული შტატების საშინლად წინააღმდეგი იყვნენ ფედერაციული გერმანიის შექმნისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისა და მხოლოდ ავტორიტეტული გერმანელების დაჟინებამ, რომელსაც სათავეში ადენაუერი უდგა და მისი თანამოაზრეები 59 წელს როგორღაც იქნა დაითანხმეს ამერიკელები, თუმცა კანცლერ აქტზე მოაწერინეს ხელი და დღემდე ყველა კანცლერი აწერს ამ აქტზე ხელს. მესამე მიზანი ნატოსა იყო ამერიკის ჯარის ევროპაში ყოფნის გამართლება. ნახეთ რა მოხდა პირველ მსოფლიო ომში. ამერიკელები გადმოვიდნენ ევროპის კონტინენტზე, იომეს და ერთი ჯარისკაცი არ დარჩენილა გავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ იომეს, მაგრამ აღარ გავიდნენ და მათ დაიტოვეს ბაზები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ევროპაში ბაზების დატოვებას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რუსეთი და ჩინეთი არანაირი ევროპაზე შემტევი არ არიან, გამორიცხულია ყველას ევროპა ჭირდება გასაღებისთვის, ფულის საშოვნელად და როცა საქართველოშიც იმ საცოდავი იდეოლოგიით გამოთაყვანებული ხალხი საუბარია, რომ ევროპას დაესხმებაო, და თავდასხმა და დაპყრობა რამხელა ხარჯებთან და რამხელა ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული, რომ დაიპყრო ამხელა ნაწილი და იქ ჯარი ჩააყენო და აბა დაპყრობა სხვა რანაირი რას ქვია, ხო? გამორიცხულია, ხო? შეთანხმებას არაფერი არ უდგას წინ ევრაზიის კონტინენტზე, ყველასთვის კაი იქნება, აქამდე მივლენ, მაგრამ ევროპისთვის გვიან იქნება, იმიტომ რომ ევროპის მატარებელმა ჩაიარა ევროპელების მცდელობით, საკუთარი თავის ძირგამომთხრელი საქმიანობით, ესე იგი, ნატოს 3 მიზნიდან არც ერთ აზრი აღარ რჩება. რატო? რუსეთთან ამერიკის დიალოგი არ საჭიროებს ნატოს, პირიქით ეს უშუალო დიალოგია და დაწყებულია ეს დიალოგი, თუმცა არის 2-3 პრინციპული საკითხი, სადაც ისინი დაპირისპირებული არიან, ჯერჯერობით დაპირისპირებული, მაგრამ არა კონფრონტაციაში მყოფი, არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც კონკურენციის დონეში გადაიზრდება და გადაზრდილია კარგი ხანია. მაშინ რატომ უნდა გაიღოს შეერთებულმა შტატებმა ამ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ორგანიზაციისთვის ფული, ძალიან დიდი ფული, მაშინ როცა 40 ტრილიონს მიუახლოვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი. ეხლა რა ტვირთია სახელმწიფო ვალი? გაკვირთ ვიტყვი, იმიტომ რომ თემას გავაგრძელებ. ერთ-ერთმა ძალიან კარგი კაცმა დამწერა, ვალს თუ არავინ არ მოგკითხავს, რა ვალიაო, რას ქვია არ მოგკითხავს? ამერიკის სახელმწიფო ვალის მომსახურება ხდება ყოველთვიურად. იმიტომ რომ არის ოჯახები, არის ფირმები, კორპორაციები, არის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც იყიდეს ამერიკის სახაზინო ვალდებულებები, ფასიანი ქაღალდები, ერთადერთი მიზნით. ისინი როდესაც ქმნიან პორტფელის რისკების მინიმიზაციისთვის აუცილებელია ნულოვანი რისკის, ანუ ურისკო აქტივების შეთავსება რისკიან აქტივებთან, რომ მოხდეს გარკვეული დივერსიფიკაცია რისკებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდები ითვლება სწორედ ურისკო, მართალია დაბალ შემოსავლიანია, საუკეთესო შემთხვევაში 4,5% არასდროს გაცილებია, მაგრამ როცა ის დიდი მასშტაბით არის, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგ ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ბალანსირებისთვის, ხო? ყველას, ვისაც ნაყიდი აქვს შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდები, ყოველთვიურად პროცენტი უნდა გადაუხადა. როდესაც ყოველ 75 დღეში 1 ტრილიონი დოლარით იზრდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი, გასაგებია, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ძალიან სერიოზული ნაწილი მხოლოდ ვალების მომსახურებაში უნდა წავიდეს. ამიტომ მოკითხავენ კი არა, უკვე ეკითხებათ, უკვე იხდიან, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ფინანსურად ჯერჯერობით არ ჩანს, რომ კრაკს
განიცდიან და ახლო მომავალში შესაძლებელია ეს მოხდეს. ჯერჯერობით არა, რა მოხდება შემდეგ ღმერთმა იცის, სხვადასხვანაირი შეხედულებებია. ესე იგი, ფულის ზედმეტი ამერიკელებს არ აქვთ, რადგან სამხედრო ბიუჯეტი მათ 2026 წელს აქვს $1.5 ტრილიონი. არის თუ არა ეს გარკვეულად ცდელობა იმისა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა საომარ რელსებზე იყოს გადაყვანილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ნიუანსია, რომელიც კარგად უნდა ვიცოდეთ. მე შეერთებული შტატების ბიუჯეტის შემოსავლები თვითონ ამერიკაში მაქვს ძალიან დეტალებში ნანახი, იგივე იქაურ საგადასახადო სისტემაში, წიგნებით, ისე საუბრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს ჯარისკაცებს ან შეიარაღებას ხმარდება და ასე შემდეგ. არა. მე ანგარიშებიც მაქვს ნანახი, კონგრესის საკონტროლო პალატის დასკვნებიც მაქვს წაკითხული, ეს იგივე იყო რაც კონტროლის პალატა საქართველოში, რომელიც ბიუჯეტს ამოწმებდა წელიწადში ორთხელ და რომელიც გაანადგურეს და რაღაც სიაფანტობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შექმნეს, რომელსაც ბალიათი შაურიო არავინ ეკითხება. თავარი ფული სამხედრო ბიუჯეტიდან მიდის სამეცნიერო კვლევებსა და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოებში, ანუ ახალი ტექნიკის შექმნაში, კვლევებში, თავი ყველაფერი ამისა არის სპეციალური თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ლაბორატორია, საიდანაც ყველაფრის, რომ იტყვიან, გადამისამართება ხდება. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის სახელმწიფო სამეცნიერო და საცდელ, ანუ ინგლისურად, თუმცა ქართულად არასწორად R&D, Research და Development, რასაც ქვია. ამას სწორად არ თარგმნიან საქართველოს განვითარება და ეს რა ქვია, ბოდიში კვლევები და განვითარება, არა, ეს არის სწორად რო სამეცნიერო კვლევებისა და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოების, უბრალოდ ენის სპეციფიკაა სხვანაირი. ეს ნიშნავს, რომ გარდა კერძო სექტორისა, მხოლოდ მთავარმა ფირმებმა, ტექნოლოგიურმა ფირმებმა უკვე დაიწყეს ჩადება 450 მილიარდამდე დოლარისა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. ამას ემატება შეერთებული შტატების ეს კოლოსალური თანხები, რომლებიც წავახას უსვამ კვლევებში თავარი ნაწილი. თორე ჯარს წავა, იმიტომ რომ იმხელა ბაზები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში და ისე მოძრაობს ის იგივე ირანთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ძალისხმევა იყო იქ სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები, ეს უზარმაზარ ფულთანაა დაკავშირებული და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ეს იქნება. ესე იგი, მომავალი დაპირისპირებების მთავარი აქცენტი გადის მეცნიერებაზე. ტექნიკაზე. უკრაინაში ომმა აბსოლუტურად ააყირავა ყველა წარმომადგენლები და ყველა მთავარი საწარმო კორპორაცია, რომელიც კი მსოფლიოში არსებობს, მათი სპეციალისტები ყველანი უკვე მე-4 წელი თავდება უკრაინაში არიან, აკვირდებიან ყველაფერს და მათ სახელმწიფოებს უთხრეს, რომ მათ ჭირდება დრო, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გადაეწყოს. უკრაინაში რუსების მიერ წარმოებულმა ომმა და იმ ძალიან ძლიერმა რაღაცეების ჩვენებამ, რომელიც არის და რომელიც აბსოლუტურად ტინგამორეცხილ ქართველებს სამასროდ არ ყოფნის, როგორც სისულელეში იყვნენ, რომ ჟანგიანი ტანკების დონეზე, იგივე ჟანგიანი ტანკების აზროვნებზე
ერთი ვიღაც ჭკვიანი წერდა ბჭყალებში, რომ ორეშნიკი ასე ტყუილია, რაღაც სისულელეები და ესე იგი. ამ დროს წაიკითხეთ კაცო, სამხედრო გამოცემები ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის, რა ვიცი, სადაც კი იქნებოდ, რა წერია, იქნება, ნახოთ, დაინტერესებთ. ესე იგი, ეს ერთი. გასაგებია ჩინეთშიც იგივე პროცესი მიდის, იგივე პროცესი მიდის რუსეთში, სადაც ჩვენ ვერ შევნიშნეთ თავის დროზე, როგორ სწრაფად გადაიყვანა სამხედრო რელსებზე მთელი ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ უსაშველო მარწუხები ადევს რუსეთის ეკონომიკას და ეს მარწუხები არ მოიხსნება, ყოველ შემთხვევაში მანამ არ მოიხსნება, სანამ გლობალური შეთანხმება არ მოხდება. ეს კი ჯერჯერობით ახლოს არ არის და ამ ვითარებაში აბსოლუტურად არასაჭირო ადგილას, რომელიც ევროპაა, როგორიც ევროპა, ამხელა ფული ხარჯობს და შეინახოს ეს მუქთამჭამელები, რომლებიც დაადგნენ LGBT და ამ სიჩათლახის გზას და ამ სიჩათლახემ ლამის ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოაქცია, ამიტომ არის ტრამპი კარგად გავიგოთ, მის უკან ელიტა რო არ იყოს, ის ამას ვერ გაიკეთებდა. ამერიკაში არ შეიძლება ისეთი პირი იყოს სახელმწიფოში, როგორც ბიძინა ივანიშვილია საქართველოში, არა, ეს ამერიკის დაქცევა იქნება. ჩვენ ისედაც დაგვაქცია, მაგრამ ეს სხვა თემა არის, ეხლა სხვა თემას მივყვები. ესე იგი ყველა არამნიშვნელოვანი ქვეყანა და პირველი უზარმაზარი წარმონაქმნი, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია და მომავლის ერთად ყოფნის აზრი არ არის, ეს არის ევროკავშირი. ჩვენი პრობლემა გვაწუხებს. მე ამას იმიტომ აღვნიშნავ, იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირი და ევროპის კულტურა და მეცნიერება და რა ვიცი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ესენი მთელი ჩემი ახალგაზრდობა დაწყებული სკოლის ბოლო კლასებიდან მთქავდი ყველაფერ ამას და ჩემი სიმპათიაზე უფრო მეტია კლასიკური ევროპისადმი დამოკიდებულება, მაგრამ მე ჩემი ქვეყანაზე წინ ევროპას არასდროს არ დავაყენებ, მით უმეტეს დღევანდელ ნაგავს, რომელსაც წარმოადგენს ევროკავშირი, რომელიც არავინ არ არის. ხას უსვა, მე ხელისუფლებისთვის ვამბობ, კობახიძისთვის ვამბობ, რომელიც სუფთად უვიცია პოლიტიკაში, აბსოლუტურად უვიცია, სიჯუტის დონეზეა უვიცი. ეს მისი პრობლემა არის. ესე იგი, ჩვენ ამ გრანდიოზულ ცვლილებებში ვართ დარჩენილი ფაქტობრივად ხელისუფლების გონიერი მართვის გარეშე, ისინი რასაც ერთმანეთთან ომში ხარჯავენ, ნახეთ, სანამდე არის დაცემული ოცნება, ნახეთ. მე საერთოდ ღარიბაშვილს მაშინ ვაკრიტიკებდი, როცა ის პრემიერი იყო, მიმაჩნდა, რომ არაფერი საპრემიერო მას არ ქონდა, მაგრამ ეგერ არის მართველი ჭალებში, ხო? კაც პატიჟებენ ოჯახში, კახელი პატიჟებს კახელს და ჩანაწერს უკეთებს, რა ნაბოძარი სულის ხალხი უნდა იყოს, გამიგეთ? და მოაქვს მერე და თავის არაფორმალურ მართველს და პატრონს, ნახე შენზე რა თქვა. მითხარით ახლა ქართველი მამის გაზრდილები თუ ხართ. ქართველი ბაბუა თუ ყოლიათ. ფანტასტიკური ხალხი, ხო, ჩემი ბაბუა მაგალითად საოცარი იყო, ერთიც და მეორეც. დავწერ მალე პირველი მსოფლიო ომის მეომარი, ჩოხახალუხი, ურვაშები, ქამარხანჯალი, სხვა არასდროს არაფერი არც მე 87 წლისა გარდაიცვალა, ხო? ქართული კულტურის მადლი თუ გცხიათ. რას გეუბნება შენი წარსული, შენი წინაპრები, რომ იყავი უკანასკნელი ჩათლახი და სახში რომ მოიწვევ სტუმარს, ჩაწერე მისი საუბარი და მერე წადი და
დაასმინეს რაღაცა ჯერთი რას იწევს სახლში თუ ჩასაწერად გინდა და ამნაირი კაცია რომ ცუდი კაცი ხო არ უნდა გქონდეს ხო მასთან ურთიერთობა ესე იგი დღეს ხელისუფლების შიგა რესურსი მიმართულია ურთიერთკლანების განადგურებაზე თავისთავად ეს არის კატასტროფისკენ მიმავალი გზა იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებას დღეში 1 საათიც კი არ უნდა კონდეს თავისუფალი რომელიც ამ შეცვლილ სიტუაციაში ამ უსაშუალოდ რთულ სამხრეთ კავკასიაში არ ეძებდეს თავის ფუნქციას არადა წინვალე ფუნქციის აღება შეიძლება საერთოდ შეიძლება ქართული სახელმწიფოს გაძლიერება სხვადასხვა თემებზე არაერთხელ მისაუბრია სულ მზათა ვარ ვისაუბრო ამათთან მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ჭირდება ეს პირიქით რაც მალე დაემხობა ქართველი საქართველოში მით უკეთესი იქნება ხასუსვამ არ ვამბობ არც რაიმე ღმერთმა არასდროს ბოროტი არ ყოფილა არასდროს რაიმე მერკანტილური მიზნით ხმა არ მომიღია თორე გავიარე ქვეყანა ისე რომ გამოვედი იმ ყველაფრიდან ისე რომ ღმერთის წინაშე და კაცის და ჩემი ქვეყნის წინაშე ერთი პატარა იოტის ოდენაც არაფერი ჩამიდენია უნდა საუბრობდეთ გახსნილი გარემო უნდა იყოს ჩვენ ყველას ვიწევთ ხასუსავთ ქართულ დიდ გაერთიანებაში ქართლდა უკვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ხალხი მოდის საჯარო პირები მოდიან კიდევ უფრო გაიზრდება ეს ვისაუბროთ მოძებნოთ გზები შევიკრათ ძალა და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება სანამ ქვეყანა თავზე დაგვცემია მე ქართველებს მოგმართავთ მხოლოდ გასააზრებლად გაგიმეორებთ ამას 1.5 მილიონზე მეტი ქართველი არ არის საქართველოში 1.420.000 1.5 თქვა უზარმაზარი მიგრაციის შედეგად ჩვენი მეთანამემამულეების დიდი ნაწილი ამ გაუსადლისი მდგომარეობის გამო ოჯახების გადასარჩენად წავიდა საზღვარგარეთ. ფერმძიმე ქალებს შორის საქართველოს მოქალაქეები მაქვს მხოლოდ ხედველობაში ეთნიკური ქართველები ფერმძიმე ქალები არიან 28%. მე გასული წლის მონაცემებს გეუბნები, წელს არ ვიცი. 825,000 მუსულმანი ყავს შემოყვანილი ამ ბედოვლად ხელისუფლებად. ეხლა გეკითხებით, მე გთხოვთ, მე მესმის გინეკოლოგებისა, ისინი ექიმებია, თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. რამდენი მუსულმანი მიგრანტის ბავშვი დაიბადა დაუშვათ 2025 წლის დეკემბერში. თქვენ რა გონიათ ეხლა 830,000 კაცი რა კასტრაციას გაიკეთებს და არ გამრავლდება თუ მალე ზრდის დემოგრაფიული ზრდის ისეთი მონაცემები გვექნება აქ რომ კატასტროფა ანბანურ რამეს გეუბნებით განა რაიმეს კაცები ანბანურ რამეს გეუბნებით არ ფიქრობთ ამას ეხლა აიღეთ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები რამდენი წელია უკვე უფრო მეტი ქართველი ყდება ვიდრე იბადება გამაგებინეთ ქალები სულ უფრო ნაკლებად ფერმძიმეები არიან, იმიტომ მასა იზრდება, ხო? სიკვდილიანობა უფრო მეტია საქართველოს მოქალაქეებში ვიდრე შობადობა. რისი იმედი გაქვთ? ურემი რო გადაბრუნდება, არ არის სიტუაცია, როდესაც შეიძლება გადმოაბრუნოთ და ასე თუ ისე გააგრძელო გზა. ჩვენ უახლოვდებით არ დაბრუნების წერტილს.
არ დაბრუნების წერტილის გადასვლის შემდეგ საქართველოში არ მოიძებნება ძალა, ყველა ქართველი ერთ სულზე რო დადგეს, რომ იტყვიან ერთ სულად შემართული და შეებრძოლოს რაიმეს, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება გადარჩენილი, იმიტომ რომ ამის რესურსი უკვე ახლა არის გადასარჩენი, ეხლა არის სალაპარაკო. ყველას გთხოვთ, ვინც რაღაც ორგანიზაციები ხარ, თქვენი კონსტიტუციური უფლება, ჩვენ ორგანიზაცია არა ვართ. ჩვენ ქართველ კაცებს და ქართველ ქალბატონებს საჯარო რეჟში ბეჭედ დაცმული ქაღალდი ჩვენი ქვეყნის მოსავლელად არ გჭირდება. გთხოვთ, თქვენ თუ არ მობრძანდებით რუსთაველის 18-ში ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში თუ სურვილი გექნება, ჩვენ მოვალთ, სადაც გვეტყვით. ჩვენ დავილაპარაკოთ, თქვენი ქვეყანა არა, აბა რას ელოდებით ახლა არჩევნებს გამოაცხადებს გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილი, თქვენ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ადგებით და ესე იგი შეცვლით რაიმე. თუ მართლა ასე ფიქრობთ, მეწოდებით, ძალიან მაგრამ მეწოდებით, იმიტომ რომ თქვენ არ გწოდნიათ. მე როცა საყვედურობს ვინმე რაიმე, მე გთხოვთ ერთ რაიმეს. მე თქვენგან არაფერი არ გაითვალისწინეთ, რა გზა გავიარე მე. სად ვიყავი? როგორ ვიყავი საქართველოს პარლამენტში? რა მაქვს ნანახი იმ კულისებში და იმ დახურულ შეხვედრებში, რომელშიც 0.0001% ჰადაჰათუ მოხდება. წამოვედი ხალხო იქედან. წამოვედი იქედან. კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქციის ლიდერი და 20 წელი დაქირავებულ ბილეში ვიცხოვრე ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელსაც ერთი ხმა არ დაცდენია და მერე ჩემმა ქალიშვილმა და ჩემმა ამერიკელმა სიძამ იყიდეს ბინა და შეგვიშვეს შიგნით. მათაც ჭირდება როცა ჩამოვლიან, მაგრამ ძირითადად ჩვენ რომ არ ყოფილიყავით დაქირავებულში, იმიტომ იყიდეს. კიდე გეუბნებით, ზარხში სისხლის ნაცვლად რაიმე სიმახინჯე თუ არ დადის, კორექტულად ვიტყვით, გაიფიქრეთ ეს რაც ნიშნავს. რატო ვლაპარაკობ მე ასე ენერგიულად, ზოგჯერ უხეშად, იმიტომ რომ მე ჩემთვის არაფერი არ მინდა, კაცო. ჩემთვის როგორ არ მინდა, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის მინდა სიკეთე, მაგრამ მარტო ვერ იქნება ჩემი ვაჟიშვილი ბედნიერი ამ ქვეყანაში, თქვენი შვილებიც ბედნიერი და კარგად უნდა იყვნენ და მერე ისინი გააგრძელებენ ამ ქვეყნის მოვლას. სწორად გაიგეთ, რესურსი იწურება ქვეყანაში. ეხლა გამოაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ აბუ-დაბიში ვიღაც უძრავი ქონების ძალიან ცნობილი ფირმაში მოაწერა მემორანდუმს ხელი და რას აკეთებს იცით? მთელი უძრავი ქონება ციფროვიზაციის შემდეგ მთელ მსოფლიოში გაიყიდება. ეხლა მე გეკითხებით, უძრავ ქონებას მიწები ესენი კანონმდებლობაში შეიტანეს ნაძირალური ცვლილებები ამ ხელისუფლების გასაგებად ვამბობ, ნაძირალური გაიმაგრეს პოზიცია კანონის დონეზე, ეხლა ყველაფერს გაყიდიან. თუ გავაყიდინეთ, მე გეკითხებით, ბავშვები არ იბადება, უფრო მეტი კვდება, ხალხი გარბის ქვეყნიდან, აქ შემოდის უამრავი მიგრანტი. ეს ხალხი ყიდულობს, მიწებს და ყიდულობს სახლებს, საჯარო რეესტრში შედით, ვინც არ ყოფილხართ. რამდენ ქართველს ნახავთ იმ გადატენილ დარბაზში? რამდენიმე ათეულს თუ ნახავთ? მაქსიმუმ. ეხლა გეკითხებით, აბა რისი იმედი გაქვს? ბიძინაც იმედი გაქვს, რომ ესე იგი ის ნაცებს გაანადგურებს და კარგად იქნება. მაგენია რო ყიდიან ამ ყველაფერს. რას ნიშნავს თქვენი პოზიცია? რაიმე კარგი კეთდება?
ერთი დამისახელეთ 13 წლის განმავლობაში, რომელიც ქართველი ხალხის მომავალს უზრუნველყოფს, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ქართულ სახელმწიფოს მდგარად განვითარებულ მდგომარეობაში ამყოფებს, აშრომებს, სწავლას აუფლებინებს და ასე განათლების რეფორმას აკეთებენ, რომელიც საერთოდ გაანადგურებს განათლებას. შვილები არ გეცოდება, თქვენი შვილები, აი ეს არის ფუნდამენტალური რამე გასააზრებელი. თორე კარგი რო იყოს რაიმე, კარგ რამეს აკეთებდეს ხელისუფლება და შენ ცუდად რაიმეს ამბობდე, არა ხარ წესიერი კი არა, უბრალოდ უზნეო ადამიანი ხარ. დღეს ერთი ადამიანმა მითხრა ძალიან, აი, როდესაც აკრიტიკებდო თქვენო, ძალიან კარგი ადამიანი რო იქნებ, უთხრათო ხელისუფლებას, რომ დემოგრაფიული პრობლემები, რომ ახალგაზრდები ხო ხედავთ, ნაკლებად შედიან ქორწინებაში, ეს პრობლემები ყველას ძალიან შეძლებული, კარგი ახალგაზრდები რაშია, იქნებ სტიმულები მისცეს ამ ხელისუფლებამ, აი ვინც ესე იგი ბავშვიან, ესე იგი ან პირველი ბავშვის გაჩენისავე რაღაც სტიმული იქნება, ბინა გზელვადიანი გამოსყიდვის უფლებით და ასე ყველაფერი გაკეთებულია დემოგრაფიულ პოლიტიკაში, როცა ვაკეთებდით და დემოგრაფებმა ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რა ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ეს ეტაპობრივად უნდა არაფრის გამკეთებელი არ არის ეს ხელისუფლება, დემოგრაფია არ უხსენებია. 13 წელია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ამ ხელისუფლებას სხვადასხვა პრემიერები, თუმცა რამახინჯი პრემიერები ყოფილა. ხო ნახეთ, კაი მე არ გჯეროდათ ჩემი, ხო გეუბნებოდით, გახარია შეიძლება კაცმა პრემიერად დანიშნო? ან ვინც ყავდა დანიშნული და ვინც არის დანიშნული? შეიძლება სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის პირობებში პირველი კონსტიტუციური პირად დანიშნო? შედეგი ესე იგი, ჩვენ არა მარტო დემოგრაფია გაგვანადგურებს. დემოგრაფიაზე ადრე საქართველოს უფუნქციო ქვეყნად ჩამოყალიბება გაანადგურებს. ეს არის ქვეყანა, რომლის ხელისუფლება მარიცის, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებობს საქართველო. ბრიუსელში არიან თავისი გამოტვინებული თავებით. თავისი მოწამლული იდეოლოგიით, თავისი მტრული ნაბიჯებით ქვეყნის წინაშე. იმას რაჯობია ხელისუფლება პრობლემებზე საუბრობდეს, აგვარებდეს, რაღაც გამოსდიოდეს, ჩვენით მივეხმარებით, რაც შეგვიძლია ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ზიანი არიან ხელისუფლებაში საქმე გააკეთეთ, რაც აკეთებენ. მთელი ხელისუფლება ციხეში ზის. მერწმუნეთ ამ ხელისუფლებას ახლა რო არის სხვაც რო იჭერს არანაკლები ბედიელის. ამათაც ამოუყრიან იმდენ რამეს, რომელიც ციხეებისთვის საკმარისი იქნება. მაგრამ ჩვენ რა ხეირი, ქვეყანას რა ხეირი, საშიში მდგომარეობა დამთავრდა წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. საერთოდ დამთავრდა საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია დამთავრდა. რესურსები მომავლისთვის, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ამას სჭირდება უნიკალური რესურსები, როგორიც არის იშვიათი მეტალები და ასე შემდეგ. ამიტომ შეერთებული შტატები გრენლანდიას რამდენიმე მიზნით ეუფლებიან, შემდეგ სხვა რამეებსაც დაეუფლებიან. მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, საბოლოო ჯამში სამი ქვეყანა დაალაგებს ურთიერთობას, მაგრამ მანამდე ჯერ შორს არის და მანამდე არ გავისრისოთ ჩვენ. ჩვენ წინაშე საფრთხეები მოხსნილი არ არის. მე ძალიან გთხოვთ, აი თუ მე ვარ ერთი თქვენთაგანი. უბრალოდ ჩემ თავს ვავალებ ვაკეთო ისა, მე არაფერი არ მინდა,
მე თქვენ არაფერზე არ შეგაწუხებ. კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ, პროფესიულად გავიარე ისეთი გზა, რომელსაც კიდე გეუბნებით, არავის ეწყინოს. ის გზა, რომელიც მე გავიარე მეცნიერებაში, დიდი 1% საქართველოში რო გაიაროს, ეს იქნება სუპერბედნიერება. იმ დონეებზე არ მოხდება ეს. ამიტომ არ მინდა ეს ყველაფერი მიწაში წავიღო, ჯერ კარგად ავარ და დიდხანს ვიქნები ღმერთის წყალობით, თორე ნახავთ აგერ, მაგრამ კიდე გეუბნებით. საშიში მდგომარეობა მე იმისთვის, რომ თქვენ გელაპარაკოთ კვირაში 3-ჯერ თითო საათი, კვირაში ვხარჯავ დღეში 4-5 საათს მინიმუმ. რომ შემეძლოს მოვასწრო აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი ინფორმაციების შეკრება, გააზრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შემდეგ ჩემი დასკვნები გავაკეთო და ეს ყველაფერი საქართველოს პრიზმაში გავატარო, იმიტომ რომ მე სხვანაირად არაფერი. ერთმა ახალგაზრდა კაცმა დამიწერა, როცა ირანზე დავწერე, თქვენ და ერმილიანებსაც რა გული გეწვით ამ ირანზე. ხედავთ სადაც თან ნახე ახლა ვინ არის უკრაინის დროშა ჭიპზე აფარებული სურათზე, ხო? ისიც არ ესმის, რომ თეირანამდე არის 1200 კილომეტრი. იმიტომ გვაინტერესებს რა ხდება ირანში, უშუალოდ გეხება შენ. ლარი ჯონსონმა და კიდევ არი ფიქრობთ, რომ ისეთი სუპერპროფესიონალები, როგორც ლარი ჯონსონია, რომელიც 20 წელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველდღიურ ანგარიშს უმზადებდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გარეშე. ეს კაცი ყოფილი შეიძლება იყოს, რაფერი იქნება ყოფილი, ამიხსენით ერთი, არ მუშაობს ახლა ცენტრალურ სადაზვერვოში. დუგლას მაკგრეგორი, სკოტ რიტერი, უზარმაზარი, სამხედრო უილკინსონი და კიდე რამდენიმე კაცი. ნახეთ რაც ლაპარაკობენ. მე არასდროს არ ვენდობი რუსულ თარგმანებს, რომ ნიუანსები არ გაიპაროს და ამიტომ ვცდილობ ორიგინალები ვნახო. ირანთან დაკავშირებით ნახეთ 80 მილიონიან საქართველოსთან შედარებით შეუდარებელ ძლიერ ქვეყანას. რა გაუკეთეს? ეროვნული ვალუტი ხელოვნურად ჩამოაგდეს, ისრაელის და შეერთებული შტატების ერთობლივი აქცია იყო. მანამდე მომზადებული ყავდათ, როგორც ახლა გამოჩნდათ, აგენტების მთელი ქსელი და შიგა არეულობის გზით, რომელიც პროვოცირებული იყო თავიდან ბოლომდე გარეთ. მე არ მაინტერესებს აიათოლები კარგები არიან, ცუდები არიან, მე მაინტერესებს რა მოხდებოდა ირანში, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება. ლარი ჯონსონი ამბობს, რომ ეს თავიდან ბოლომდე ცენტრალური სადაზვერვოს დაგეგმილი იყო. როდესაც ცუდად შეიქმნა საქმე, მიხვდა ისრაელი, რომ ამას უნდა გარიდებოდა და მოსკოვს თხოვა, რომ თეირანს დაკავშირებოდა და ეთქვა, რომ ისინი შიშვლები არიან და არაფერს არაპირებენ, პირიქით ემიჯნებიან ამერიკელებს. ეს ისრაელურ პრესაში დაიბეჭდა. ეხლა მე თქვენ გეუბნებით 80 მილიონ ქვეყანას, როდესაც მისი მონგრევა უნდათ და ირანის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის ძელვადიან პერსპექტივაში. არც ყატარმა, არც თურქეთმა და არც საუდის არაბეთმა არ დათმო ტერიტორიები, რომ ამერიკული თვითმფრინავები დამჯდარიყო. აბა ახლა ამერიკიდან ვერ იფრენენ და ისე ვერ დაბომბავდნენ ირანს, ხო? მოსკოვმა გააფრთხილა 48 საათის განმავლობაში, როგორც კი ამერიკელების მოწოდება იყო, რომ დატოვეთ ამერიკელებმა ირანიო. მიეხმარებოდნენ ირანს და ავიამზით ჩაძირავდნენ. ავიამზიდი დღეს ამერიკული ავიამზიდები არაფერს არ წარმოადგენენ. ის ახალი რაკეტები, რომლებიც რუსეთს აქვს, ის დაუცველი რაკეტები. დაიხიეს უკან ამერიკელებმა,
შემდეგ ტრამპმა მიათხრია ის შახის ნაცოდვილარი შთამომავალი საჯარო დაგინა შეურაცხყო და ჟურნალისტებს უთხრა ამოვარგისო ავტორიტეტი არ აქვს რატომ დაიხია იმიტომ დაიხია რომ ბაზებს არ გაძლევენ და გითხრეს როგორც კი ავიომზიც მიაყენებ იმ წუთში ჩაგიძირავთ ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა დარტყმა იქნება შეერთებული შტატების პრესტიჟისთვის ავიომზიდი რომ ჩაუძირო ესე იგი არავინ არაფერზე უკან დამხევი არ არის საქართველო თუ გონიერ სახელმწიფო პოლიტიკას პრაგმატულ პოლიტიკას არ განახორციელებს ჩვენ სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებ ამ ხელისუფლებით სახელმწიფოს შენარჩუნება გამორიცხულია ფუნქციას გაკარგვინებს მერე გინდა შეცვალე გინდა ჯვარი რომ დაეწერე დაეცმება ამ ქვეყანას მორჩენილი საქმეა ჩვენ სანამ გვაქვს შანსი მანამ უნდა შევკრათ ძალა რომ დავბლოკოთ ეს ყველაფერი და როგორმე სამართლიან რეჟიმში გადავიყვანოთ რომ გაუყალბებელი შეთანხმებული კანონმდებლობით არჩევნები ჩატარდეს და რა შედეგიც დადგება ის იქნება ყველას მიერ აღიარებული იმიტომ არავის არ ექნება უფლება რაიმე პრეტენზია განაცხადოს მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში შეხვიდე ოცნების თამაში და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ჩვენ ამას ცალკე თემად გავაკეთებთ ქართველთა დიდი გაერთიანებით და თქვენ იქნებით ყველაზე დიდი პარაზიტები რომლებიც ხელს შეუწყობთ დატოვოთ ოცნება ხელისუფლებაში ვინც მიიღებთ ეს სატელიტი ვითომ პარტიები არჩევნებში მონაწილეობას თქვენ 100%-ით გაამარჯვებინებთ ოცნებას იმიტომ რომ არანაირი შანსი არ აქვს ამ კანონმდებლობით და ამ ადმინისტრაციით და იმ საარჩევნო ამომრჩეველთა იმ სიებით რომელიც ლამის საქართველოს დიდი ან პატარიანად ყველა მოქალაქეს მოიცავს რაიმე წარმატებას მიაღწევთ ვიფიქროთ ვიმსჯელოთ ხომ გითხარით ჩვენ გახსნილი ხალხი ვართ ზოგჯერ შეიძლება ხისტად ვისაუბროთ მაგრამ ეს კონკრეტული პიროვნებისკენ არ არის არ გაწუხებთ ქვეყნის ბედი არ გინდათ ბაქ მოცლა არ გინდათ ოფისში მოცლა ჩვენ მოვალთ სად გინდათ ჩვენთან ისედაც მოდიან ძალიან ღირსეული ხალხი მოდის ფანტასტიკურად კარგი კაცები მოდიან შემართული ხალხი მოდიან ამ პროცესის დაჩქარება არ შეიძლება მე გამოვაცხადე ამ დღეების წინ და ახლაც ვიტყვი მაგრამ დიდი დრო არ გვაქვს უნდა ვიჩქაროთ ნელა ინტენსიურად რომ თავზე არ დაგვეფხოს ეს ქვეყანა მადლობაც მოგახსენებთ რომ უყურებთ და უსმენთ ჩემს გადაცემებს მე უდიდესი პასუხისგებლობა მაქვს თქვენს წინაშე და თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა ამ დღეებში ორშაბათს სამშაბათს მე ჩავერთვები 4 შაბათს უკვე ქართულთა დიდი გაერთიანების ოფისიდან კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და ღმერთმა ყველა ქართველისთვის ყველა საღი ნორმალური ქართველისთვის ეს წელი წარმატების წელი ყოფილიყოს კარგად ბრძანდებოდეთ